მოდით გავუსწოროთ რეალობას თვალი, როგორიც არ უნდა იყოს ეს სამები. დილამშვიდობის. კი, სხვათა შორის არ იქნება ცუდი კვირა. შეგვიძლია საკმაოდ კარგად და ესე პროდუქტიულად გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ბევრ შესაძლებლობას მოიტანს ესე მარტივად ყველასთვის რა ვთქვათ ზოგადად როგორი იქნება. ძველი საქმეების დასრულება, მათ შორის ახალი ნაბიჯების გადადგმას, ანუ თითქმის ყველა მიმართულებით კვირა საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერია, ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ან ფინანსური კუთხით სტაბილურობის შექმნა, მოკლედ, ანუ თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და ყველა მიმართულებით შეიძლება რომ რაღაც ერთგვარი ბალანსი შემოვიტანოთ ცხოვრებაში, სიმყარე შევიქმნათ, ან მაგალითად თუ რაღაცას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდით, ფიქრობდით, შეგვიძლია რომ ვიმოქმედოთ და ნაბიჯი გადავდგოთ, მოკლედ თვითონ კვირა ნეგატიური არ არის და საკმაოდ კარგად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ახლა რაც შეეხება უკვე უშუალოდ კონკრეტული ნიშნისთვის, როგორი იქნება. ვერძები. დავიწყოთ. ვერძებისთვის კვირა საკმაოდ საინტერესო არის კომუნიკაციის თვალსაზრისით. შეიძლება ახალი ადამიანების გამოჩენა მათ ცხოვრებაში, მოლაპარაკებები, რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრები. რეალურად საკმაოდ საინტერესო კვირა ექნებათ. ერთადერთი, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, ეს არის დიპლომატია. რომ კონფლიქტურ მდგომარეობაში არ გადავიდეს, იმიტომ რომ შეიძლება ბევრ ადამიანთან მოუწიოთ ურთიერთობა და ამასთან ერთად იყვნენ ყურადღებით, რომ არ გაუშვან შესაძლებლობები. ამის ალბათობა არსებობს, რომ რაღაც შანსი, შესაძლებლობა ვერ დაინახონ და შეეცადონ რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მაგრამ როგორც ასეთი ბევრ შესაძლებლობას მოუტანს ეს კვირა ვერძებს, ასე რომ იყვნენ აქტიურად, მაქსიმალურად და მაქსიმალურად გამოიყენოთ შანსები. ყველაფერი ვერძების ხელში ყოფილა. სასტარტო რომ დამეგობრდნენ ამ კვირაში, დიპლომატია რახან სჭირდება. ნამდვილად. რაც შეეხება ყურებს. ყურების შემთხვევაში თითქოს მიეცემათ შესაძლებლობა რომ სხვა თვალით შეხედონ სიტუაციას, უფრო სრული სურათი დაინახონ და რა ჭირდებათ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, როგორი ნაბიჯის გადადგმა არის ახლა უფრო პრიორიტეტული, რა ჭირდებათ და რა არ ჭირდებათ. აი, ერთგვარი გაანალიზების პერიოდი იქნება, თუმცა არა მოქმედებს, ანუ კარგია რომ გადააფასონ, გაანალიზონ, მიხვდნენ რა ჭირდებათ და შემდგომ უკვე, ანუ არა ამ კვირაში, შემდგომ დაგეგმონ უკვე როგორი მოქმედება იქნება. დახარისხება და კი. მაგრამ საკმაოდ საინტერესო იქნება, აი შეიძლება მინიშნებებიც მიიღონ სწორად არიან, არასწორად არიან, ეს აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროს ეხება, შეიძლება ურთიერთობაში, მაგალითად, არასწორ პარტნიორთან არის, შეიძლება ეს იყოს სამსახური და დრო იყოს, რომ მაგალითად რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და რაღაც შეცვალოს, ანუ თუ სადმე თავს გრძნობენ არაკომფორტულად, დაიმოქმედონ. ოღონდ ეს კვირა გამოიყენონ გაანალიზებისთვის, რომ შემდგომ უკვე სწორი ნაბიჯები გადადგან. მართი თვია ახლა ყუროების კი, და საკმაოდ ისეთი კარგი შესაძლებლობები ეძლევათ მაგ კუთხით, რომ გადააფასონ აი ეს რაღაც ცხოვრებისეული მომენტები და თუ საჭირო იქნება, გადადგან ნაბიჯები. აი ტყუპებს პირიქით ცოტა მეტი სიმშვიდე და სიფრთხილე ჭირდებათ რა კუთხით, განსაკუთრებით ლაპარაკი. და რატო? შესაძლოა გქონდეთ სურვილი იმის, რომ ცოტა ესეთი ზეწოლის მომენტები, უნდათ რომ ყველაფერი გაიგონ, უნდათ რომ ყველაფერი იცოდნენ, ასევე მაგალითად განსაკუთრებით ურთიერთობაში მეტი მოთხოვნა, ან საქმის გარჩევა, ოღონდ არა პირდაპირ მნიშვნელობით გარკვევა. აი უმჯობესი იქნება თუ ცოტას მოითმენენ. ამ შემთხვევაში არ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარი თვალთახედვით, არამედ იფიქრებენ იმაზეც თუ პარტნიორი რას ფიქრობს, ან რა მდგომარეობა შეიძლება ამ შემთხვევაში პირობითად რაღაც გარკვეული სიტუაციებიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდეს იმ ინფორმაციის მიღება, რაც მათ ჭირდებათ. ცნობის მოყვარეობა და ეგო დავამშვიდოთ და ხო, ცოტა ხანი ამ პერიოდში მოთმინებით უფრო მეც მოიგებენ და უფრო კარგ შედეგს მიაღწევენ. ყველა კუთხით, ვიდრე ზეწოლით და აი ამ რაღაც ინფორმაციის მიმართულებით გამოძალვით. და ამასთან ერთად ფრთხილად იყვნენ ინფორმაციასთან თვითონ რასაც გასცემენ, გულისხმობ იმას, რომ ცოტა უფრო მეტად აკონტროლონ სიტყვები, ის ვის რას ეუბნებიან, უმჯობესი იქნება თუ ცოტა სიფრთხილეს და სიმშვიდეს გამოიჩენენ აი ამ კუთხით. და უფრო ესეთი შვიდად გაატარებენ. ოღონდ ცუდი კვირა არ არის, ხო, ცუდი კვირა არ არის, ანუ ნეგატიური კვირა არ არის, უბრალოდ აი ინფორმაციასთან ცოტა სიფრთხილე და ყურადღება. კირჩხიბებს რაც შეეხებათ, აი კირჩხიბების შემთხვევაში პირიქით საკმაოდ დადებითი და აქტიური კვირა იქნება. მათ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ
თითქოს მოვა იმის გაცნობიერება, რა უნდა დასრულდეს და რა უნდა გაგრძელდეს, რა ჭირდებათ და რამ უკვე ასე ვთქვათ დაასრულა თავისი მოქმედება და მდგომარეობა და აღარ არის პრიორიტეტული. ამასთან ერთად დაახლოებით, აი ეს არის კვირა, რომელიც გვაძლევს ერთგვარ შეჯამებას და გვაძლევს იმას, თუ საით გვჭირდება მოქმედება. ოღონდ აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხება, უბრალოდ ზოგან უფრო რაღაც კონკრეტულად უფრო მეტად არის გამოკვეთილი, ზოგან ნაკლებად. კარგი, კირჩხიბებს დაუბრუნდეთ, თორემ მე კომენტარებში. გარდა ამისა, კირჩხიბებისთან გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, რომლებიც უნდა გამოიყენონ აუცილებლად მიეცემათ იმის რესურსი, რომ რაღაც ახალი ნაბიჯები გადადგან. რეალურად კირჩხიბებს ამ კვირაში ჭირდებათ აქტიურობა, ანუ არ უნდა იყვნენ პასიურ რეჟიმში და პირიქით უნდა ეცადონ რომ მაქსიმალურად იმოქმედონ, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და ამასთან ერთად თუ ხვდებიან რომ რაღაც დასრულდა, არ ჩაეჭიდონ აი ამ მომენტს და გაუშვან დატოვონ, დაასრულონ დატოვონ წარსულში. თუმცა ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება მათ ცხოვრებაში. როგორც კი დახურავენ ერთ კარებს, ასევე მალევე გაიხსნებათ ახალი კარები და შეუძლიათ რომ თუ რამე აწუხებდათ, მარტივად შეუძლიათ რომ მოიშორონ. ლომები. ლომებისთვის აქტიური კვირა იქნება. აქ შეიძლება გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები კარიერის კუთხით, მაგალითად ახალი შემოთავაზება, ან მაგალითად შესაძლოა ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადასვლა, ანუ რაღაც გარკვეული ცვლილება, როგორც შიდა სივრცეში, ანუ შიდა წრეში, ასევე შესაძლოა ეს შეეხოს გარე მიმართულებებსაც. ასევე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება და მნიშვნელოვანი მომენტები იქნება სტატუსთან მიმართებაში ის ლომები, რომლებიც მმართველობით პოზიციას იკავებენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონონ ამ შემთხვევაში მათ დამოკიდებულებას ურთიერთობებს, იმიტომ რომ აი ძალიან ისეთი პრიორიტეტული იქნება, თითქოს გაიზრდება მათი გავლენა, მაგრამ აი სწორად უნდა გამოიყენონ, ანუ არ უნდა გადავიდეს უფრო ესეთ დიქტატურაში, თუმცა თვითონ როგორც ასეთი, ანუ ენერგია იმდენად კარგად ექნებათ და იმდენად მოზღვავებული, რომ შეუძლიათ რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მნიშვნელოვანი ქმედებები კარგად განახორციელონ, უბრალოდ არ უნდა გადავიდეს ცოტა აი ნეგატიურ ჭრილში, თორე როგორც ასეთი ენერგიას, შესაძლებლობას და თვითონ აი თითქოს მათი გავლენა უფრო გაიზრდება და უფრო ესეთი ტონუსი და მშვენიერი კვირაა ნამდვილად. რაც შეეხება ქალწულებს. ქალწულები მიუხედავად იმისა, რომ მათაც საკმაოდ დატვირთული კვირა ექნებათ, აქტიური, მაგრამ ასევე სასიამოვნო სიახლეები შეიძლება ელოდოთ პირადი ურთიერთობების კუთხით. ნუ აქაც გააჩნია, როგორ შევხედავთ, შესაძლებელია როგორც ძველი პარტნიორების გამოჩენა, დაბრუნება, ან იმის შესაძლებლობა, რომ ძველი ურთიერთობები აღდგეს. რა უნდა ქნან ასეთ დროს დააბრუნონ, მოუშვან თუ? აი, ასევე შეიძლება რომ ახალი ურთიერთობაც გამოჩნდეს, ანუ ახალი ადამიანი გაიცნო. ამ შემთხვევაში უნდა გადააფასონ უღირთ თუ არა. რეალურად ხო არის ეს კვირა გადაფასების პერიოდი. შეხედონ სიტუაციას. ნუ ზოგადად მაინც ყოველთვის გააჩნია როგორ დაბრუნდება. ნუ ზოგადად ყოველთვის უმჯობესია რომ დასრულებული ურთიერთობა არ აღვადგინოს და არ გავაგრძელოთ, თუმცა ნუ ნახოთ რომ ამ შემთხვევაში ყოველას სიტუაცია მაინც ინდივიდუალურია და შესაძლებლობა მიეცემათ რომ აი ურთიერთობების კუთხით რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან. ასევე კარგი იქნება თუ მოახერხებენ მოგზაურობას ან თუნდაც ქალაქგარეთ გასვლას, იმიტომ რომ ესეც შეიძლება მათზე საკმაოდ დადებითად აისახოს. რაიმე ინფორმაცია მიიღონ, ან რაღაც კარგი გამოცდილება მიიღონ, მოკლედ საკმაოდ დადებითი არის. აი გარემოს მინიმალური ცვლილება მაინც. თუ მაქსიმალურად მაგალითად თუ წავლენ მოგზაურობაში იდეალურია, მაგრამ აი თუნდაც ქალაქგარეთ ერთი დღით მაინც გავიდნენ რაღაც განტვირთვა კი, რაღაც შეცვლა. ძალიან ისეთ სასიამოვნო და საინტერესო კვირა ექნებათ ქალწულებს. რაც შეეხება სასწორებს. აი სასწორებს მართებთ ცოტა სიფრთხილე და ყურადღება, ოღონდ რა კუთხით. ის ვალდებულებები, რომლებიც აქვთ, რამდენად მათია, რამდენად ჭირდებათ და რამდენად რეალურად, მოდი ასე ვთქვათ, შესაძლებლობები და ვალდებულებები. მე არ გულისხმობ იმას, რომ რაც აკისრიათ, ის არ უნდა გააკეთონ, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში სასწორები იღებენ ბევრ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და მერე უკვე აი ამ ვალდებულებებთან გამკლავება უჭირთ. კარგი იქნება, რომ ერთგვარი მენეჯმენტი გააკეთონ აი ამ კუთხით და დაფიქრდნენ ის, რასაც აკეთებენ, მათთვის, ანუ რეალურად მათ ჭირდებათ თუ არ ჭირდებათ, თუ ზედმეტად ბევრ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, მეტი ორიენტირება საკუთარ თავზე და მოდი ესე ვიტყვი, ნაკლები სხვებზე.
ცოტა ეს ერთი კვირა. თიკა გვეთანხმება აი უნდა ვეცადოთ რომ გამოვიდეს. ბალანსი მაინც, იმიტომ რომ რაღაც მომენტში იმდენად ავიწყდებათ საკუთარი თავი, ეს ხობზე ზრუნვით, რომ შეიძლება რომ საკუთარი საქმეები გაფუჭდეს ამით და საკუთარი თავი ხო უფრო პრიორიტეტულია, როგორც არ უნდა იყოს, ასე რომ აი ცოტა მეტი კონცენტრაცია ჩვენზე და არა სხვებზე. კი ბატონო. მორიელებს ასვეტყვით. აი მორიელებს. აბა გისმენთ მორიელები. მორიელებსაც საკმაოდ საინტერესო კვირა ელოდებათ. თუ კი რაიმეს გაკეთებას ფიქრობდნენ, გეგმავდნენ და გააკეთონ. ნებისმიერი მიმართულებით ეს ეხება საქმეს, ეს ეხება კარიერას, თუ რაიმე ქონდათ დაგეგმილი და რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა უნდათ, უნდა გადადგან, უნდა იმოქმედონ. ამასთან ერთად ჯანმრთელობის მიმართულებით, მაგალითად, უნდათ ვარჯიშის დაწყება დაიწყონ, ან უნდათ რაღაცისთვის თავის დანებება, მაგალითად, რაიმე მავნეჩვევისთვის დაანებონ. ანუ მოკლედ ეს კვირა არის იდეალური იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელონ საკუთარი კეთილდღეობისთვის, ანუ როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე კარიერისთვის, ანუ ნებისმიერი მოქმედება, ფიქრი, რომელიც აი დიდი ხნის განმავლობაში ქონდათ და ვერ ანხორციელებდნენ, აი უნდა დაიწყონ მოქმედება. და მარტივად გამოდის. მარტივად გამოდის, კი, ანუ რეალურად ის რაც ჭირდებოდათ, ის რაც უნდათ, ახლა უფრო მარტივად შეიძლება რომ მიიღწიოს, ვიდრე კი, ასე რომ აი შეეცადონ მაქსიმალურად, რომ თუ კი აი მაგალითად უნდათ ვარჯიშის დაწყება, ადგენ დაიწყონ. მორიელებო, ავდგეთ მოქმედება, კი. რაც შეეხება მშვილდოსნებს. მშვილდოსნებს საკმაოდ საინტერესო კვირა იქნებათ იმ კუთხით, რომ უფრო მეტი აი აქაც მათთან ახალი პასუხისმგებლობები გამოჩნდება, ოღონდ უნდა მიაქციონ ყურადღება იმას, რომ სწორ რეჟიმში მოაქციონ ყველაფერი. უნდა გამოიჩინონ ინიციატივაც, ანუ უნდა იმოქმედონ, თუმცა უნდა იყვნენ ყურადღებით და ასევე მშვილდოსნების შემთხვევაში შიშები ან ის მაგალითად რაც ხელს უშლიდა ცხოვრებაში, შეუძლიათ რომ უფრო მარტივად გადალახონ ვიდრე სხვა პერიოდში. თუ არის მათთვის რაიმე დამაბრკოლებელი ფაქტორი, ეს შეიძლება იყოს შიში, შეიძლება იყოს კომპლექსი, შეიძლება იყოს რაღაც პრობლემა. ახლა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი თითქოს მოაგვარონ, გადახედონ, სხვა თვალით შეხედონ, ან იპოვონ გამოსავალი, რომელიც აი ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებათ და შეუძლიათ რომ უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს და ერთგვარი მენეჯმენტი გააკეთონ ყველაფრის, რაც შეეხება თხის რქებს. თხის რქებისთვის კარგი იქნება თუ ცოტას განიტვირთებიან, მეტ ყურადღებას დაუთმობენ ოჯახს, ბავშვებს, შეუძლიათ რომ რაიმე საჩუქარი აჩუქონ, ან პარტნიორი დაპატიჟონ სადმე, მოკლედ ცოტა უფრო მეტი სიმარტივე, ცოტა უფრო მეტი სილაღე და კი ამ საქმე რა თქმა უნდა გააკეთონ, მაგრამ ცოტა უფრო კი. ასევე შეუძლიათ მაგალითად რაღაც მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წავიდნენ, ანუ განვითარდნენ ინფორმაციული კუთხითაც, თუმცა ცოტა მეტი სიმარტივე და ესეთი ნეიტრალური მშვიდი კვირა უმჯობესია რომ გქონდეთ, რაც შეეხებათ მერწყულებს. მერწყულებისთვის კარგი იქნება თუ მაგალითად ნახავენ ძველ მეგობრებს, ან ნათესავებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავთ, თუ რაიმე პრობლემა, კონფლიქტი აქვთ, იზრუნებენ აი ამ პრობლემის და კონფლიქტის გამოსწორებაზე. შეეცდებიან რომ თუ კი სადმე რამე დაუსრულებელია, ყველაფერი ბოლომდე მიიყვანონ და აი მაგალითად მინდოდა ნახვა, ვერ ნახულობდი, მინდოდა წავსულიყავი, ვერ მივდიოდი. აი ამ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანენ და რაღაც ერთგვარ შეჯამებას გააკეთებენ. რაც შეეხებათ თევზებს, თევზებისთვის კვირა საკმაოდ აქტიურია და მაქსიმალურად უნდა იცოდნენ რომ შანსები და შესაძლებლობები გამოიყენონ, იმიტომ რომ ბევრი პერსპექტივა გამოჩნდება განსაკუთრებით კომუნიკაციის და ურთიერთობების კუთხით და შეეცადონ რომ მაქსიმალურად აქტიურები იყვნენ, მინიშნებებს მიაქციონ ყურადღება და გამოიჩინონ ინიციატივა, იმოქმედონ, გადადგან ნაბიჯები. ნაბიჯები, მოკლედ ტრანსფორმაციის პერიოდი ყოფილა. შეჯამების, სიმყარის, ტრანსფორმაციის. ხო, აი ამ შემთხვევაში თევზებისთვის კარგი იქნება თუ ერთგვარ კომფორტ შეიქმნიან ყველგან. სახლში, ოფისში, გარემოში სიმყარე ჭირდებათ. შეიქმნან ეს სიმყარე, რაც მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ კი. დინა, ერთი მოკლე კითხვა მაქვს. ესე იგი, თუ ანუ ასცენდენტის, ესე ვთქვათ, მონაცემებსაც აქვს მნიშვნელობა, როდესაც ვისმენთ კვირის პროგნოზს დაუშვათ. ერთიან რა ნიშანი შესაძლებელია. ის გავლენაც შეიძლება გავითვალისწინო. კი, იმასაც შეიძლება რომ ერთგვარი გავლენა და მნიშვნელობა გქონდეს. გააჩნია ამ შემთხვევაში რუკას, ან ზოგან უფრო მეტად არის გამოკვეთილი, ზოგან ნაკლებად, იმის და მიხედვით თუ როგორი მდგომარეობა ამ შემთხვევაში რამდენად მოქმედებს ჩვენზე, თუმცა კი, ასე თუ ისე რა თქმა უნდა გავლენა აქვს. და კომბინირებული, ასე ვთქვათ, შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება კი ნამდვილად. არის
მადლობა იმისთვის, რომ რაღაცა ძალიან პოზიტიური გზავნილები გააკეთე და რაღაცნაირად მე კვირის დასაწყისში რომ ეს ყველაფერი გესმის, რაღაც კიდევ უფრო მოტივირებული ხარ, სტიმული გაქვს და რაღაცები უფრო მარტივად გამოგდის. რეალურად შეგვიძლია რომ კონცენტრირდეთ პოზიტივზე და არა ნეგატივზე, იქიდან გამომდინარე რომ ეხლა ცუდი და კარგი ყოველთვის ყველგან არის, მაგრამ არასდროს არ არის სიტუაცია, სადაც მხოლოდ შავია, იქ აუცილებლად არის თეთრიც და აუცილებლად არის რაღაც დადებითიც. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. მშვენიერი, ყველასთვის კარგი კვირა, ასე რომ მიმოქმედეთ, იყავით, მიაქტიურეთ, ერთ-ერთი მეუბნე დავშოშმინდეთ სასწაული. ხო, დავშვიდეთ. კარგი, მოკლედ, ვიცით უკვე როგორ უნდა მოვიქცეთ მთელი კვირის განმავლობაში, ახლა ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, უნდა ვნახოთ კიდევ ერთი შესანიშნავი სტუმრო